მართალი მგითხრათ, აი საბავშვო ბაღიდან ვხატავ, უფრო ადრეც სახლში, რაღაც მშობლებს შენახულიც კი ჰქონდათ რაღაც პატარა ალბომები, სულ პირველი ნახატების და ეს ნახატები ნელ-ნელა რაღაცა უკვე რომ სახე მიიღეს და როდის იყო არ ვიცი, ალბათ სულ ხატავდი და მომწონს ეს საქმე და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემია. რა გამოდის ეს სხვა არის, მაგრამ ის რომ მომწონს ეს პროფესია და იმითაც რომ არის ისეთი მშვიდობიანი წყნარი და აგრესიის გარეშე. საბავშვო ბაღის ნახატები მახსოვს, რომ რაღაც ალბომია, რომელიც ბევრი წლების მერე ვიპოვე და ძალიან სასაცილოა და მართლა გითხრათ, ძალიან მიყვარს საერთოდ ბავშვების ნახატები და განსაკუთრებით იმ დრომდე, სანამ ბავშვებს იწყებენ და ასწავლიან ხატვას, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან ინდივიდუალურები და იმით ნახატები არის ცოცხალი და მეტყველი. დედა იყო ექიმი, მამა იყო ისტორიკოსი, მაგრამ ორივე ახალგაზრდობაში ხატავდნენ და რაღაც პატარა ნახატები ჰქონდათ. ასე რომ ოჯახში იყო ამის ტრადიცია. არ იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ განსაკუთრებით დედას ჰქონდა ბევრად უფრო მიდრეკილება. იცით, რაც შეეხება სტუდენტურს, ძალიან კარგი კურსი მყავდა. იმის გარდა, რომ ხატავდით, ძალიან ბევრს მოგზაურობდით. დავდიოდით მთაში, ეს ჩვენთვის ძალიან ისეთი საინტერესო ამბავი იყო და ძალიან ბევრი რამე ერთად ავითვისეთ, გავიცანით მთაში, აი ცხოვრება თვითონ ბევრი რამე ვნახეთ პირველად იქ, ასე რომ სტუდენტობა ძალიან კარგი გქონდა ნამდვილად. საქართველოში ძალიან მიყვარდა ადრე მაინც გამოფენები, იმიტომ რომ ყველა ჩემ მეგობარს ვხედავდი და სითბო და სიყვარული იგრძნობოდა და თან იქ აქ არ ჭირდება მაყურებელს იმის ახსნა, რომ აი ეს რატომ დავხატე, რა ვიცი, ალბათ შეიძლება მიცნობენ, მეგობრები არიან, ნაცნობები არიან და გრძნობენ ისევე, როგორც მე რაღაც დეტალებს, ნიუანსებს. მე მახსოვს, აი 90-იანი წლების დასაწყისში აქ ჩვენთან ომი და უბედურება რო ტრიალებ და რაღაცა პერიოდი წასული ვიყავ, ცხოვრობდი ჰოლანდიაში და ჩემ მეგობარი, რომელიც იქ ჩემ მასპინძელი იყო, სულ მეჩხუბებოდა, რომ ნუ ხატავ ასეთ მუქ ფერებს და ნუ ხატავ, იმიტომ რომ ეს ესეთი მძიმეა ადამიანის. მე აი ძალიან ვცდილობ, მაგრამ მეტყობა მართლა შენი განცდის ის არის, იმიტომ რომ იმ წლების ნამუშევრები საკმაოდ ისეთი იყო, იცით, ალბათ. და მე მივხვდი, რომ ეს არ მინდა, მე თვითონ არ მომწონს. კარგი საქმე უნდა გააკეთო, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანო არა იმით ის სადაც იცის ადამიანმა, რომ ცუდად არის. პირიქით გააკეთე ამის საწინააღმდეგო, რომ იქნებ რაღაცა სულ პატარა მარცვალი ოპტიმიზმის გაჩნდეს. ჩემი ერთ-ერთი პირველი პედაგოგი იყო კარლო ფაჩულია და კარლოსგან დამამახსოვრდა და სულ ვიხსენებ. გითხრა, რომ მანამ შენ წონა ქაღალდს არ გააფუჭებო, მანამდე ვერ გდახატავ კარგ ნახატსო და ალბათ ეგრე არის. აი ეს პრაქტიკულად ბევრი მუშაობა ქმნის იმას და რაც მთავარია, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. ისე აზრი აქვს ამის კეთებას. როგორც კი აი გაკვირვების რაღაცის აღმოჩენის უნარს კარგავ, ეს შენთვის საინტერესო აღარ ხდება, იმიტომ რომ ნუ აი რო აკეთებ რაღაცას იქ, ვაიმე, აი ეს რაღაცა კიდე საინტერესოა და სულ გინდა რომ კიდე გააგრძელო და შენთვის თუ ეს არ იქნება საინტერესო, თვითონ არც იქ ზისხივი როგორ ჩამდაეცა, ან ის ფერი ერთმანეთთან როგორ მივიდა, ან რაღაცა, აი ეს გაკვირვების მომენტი თუ დაკარგე, მაშინ ალბათ არაფერი არ გამოვა. ასე რომ აი დიდხანს უნდა დაგრჩეს ეს უნარი, რომ აღიქვა
გაგიკვირდეს და მქონდეს იმის სიყვარული რომ გააკეთო.